გამარჯობა და ესეც hardcore სამყაროს მეორე ეპიზოდი. მაგრამ სანამ უშუალოდ ამაზე გადავიდოდეთ, თუ არ შემჩნიეთ წინა ეპიზოდში მე ვიყავი 1.21.11 ვერსიაზე, ამიტომ დღეს გადავწყვეტე შემეცვალა და გადავდივართ 26.2 ვერსიაზე, ამიტომ აქ ნახავთ როგორ დავაპდეიტი სამყარო, როგორ დავაპდეიტი საერთოდ Minecraft-ი. მოკლედ პირველ რიგში უბრალოდ შევცვალე ვერსია და გადავიყვანე 26.2-ზე. შემდეგ დავალდე როდის ჩამოიტვირთებოდა. შემდეგ უშუალოდ ჩვენი სამყარო დავაპდეიტე და შევედი თამაში. და ესეც ასე დავბრუნდით. მოდე პირველ რიგში დავიძინოთ. და გათენდა ჩვენი მეოთხე თუ მეხუთე დღე ზუსტად აღარ მახსოვს. მაგრამ ის მახსოვს, რომ დღეს უნდა წავსულიყავით იქით ფილიჯერების სახლში და იქით რუმინ პორტალი იყო. მოდი სანამ სადმე წავალთ, ეს იყო ჩვენი დროებითი საყდრო ნივთები, ჯერჯერობით შევინახოთ. და გქონდათ ყველა ეს ნივთი, რომელიც ჯერჯერობით არ გჭირდება. ხოლო რაც გამოსაწველია, გამოვწვათ. მოდით გავიკეთოთ ჩვენი პირველი რკინის ნივთი. ეს იქნება 6 და როცა დანარჩენი რკინებიც გამოიწვება, გავიკეთებ pickaxe-ს და აი დადგავუკვედრო და ესეც ასე. მე ჯერჯერობით არაფერი არ გჭირდება, ამ რკინებს შევინახავ რა იცი მომავალში. რაში გავამადგეს, რა თქმა უნდა armor-ს გავიკეთებ პირველ რიგში, მაგრამ ჯერჯერობით იყოს მანდ. და მოდი მე მგონი უკვე მზად ვართ და წავიდეთ ფილიჯერების სახლისკენ. გზაში კი ყოველ შემთხვევაში დავიკრავდე ბაკეტი და ავიღე წყალი. მოკლედ ახლა ჩემი იდეა არის უნდა წავიდე უკნიდან უნდა შემოვიარო და უკნიდან უნდა დავადგე, რადგან უკნიდან არის ხეები, როგორც მახსოვს, ჩერი ბიომია და უკნიდან ხეებში ნაკლები შანსია რომ ან დამინახონ, ან crossbow მომარტყან. ჩერი ბიომში უკვე შევედით, უკვე ახლოს ვართ და აი გამოჩნდა უკვე ისიც და ესენიც. მოვარო. ჩემ არის ამბათან ჩხუბს აზრი არ აქვს. სპაუნდებიან და მოდიბოთ წინ წავალ და შევარდები, მაინც ვერ დამიჭერენ, იმიტომ რომ აუ სანამ ის წინ გადატენიან, მე მანამდე უკვე შიგნით ვიქნები. და წავედით. შემოვაროთ. მივახლოვდეთ. ო. და ეგ არის უკვე შიგნით ვართ. და ლუთი, რა თქმა უნდა, დიდი არაფერი დარქოუქი ვაფშე არ მინდა, ისრები კიდე კაი XP-ს ბოთლი იყოს. რავი, ან ესენი რაც მინდა. ან XP-ს ბოთლი რაც მინდა. დიდი ვერაფერი, ეგრეთ ვიცოდი რომ დიდი ვერაფერი ვერ იქნებოდა. მაგრამ კაია რომ ვიპოვეთ, კოორდინატებს შევინახავ და მომავალში აქ შეიძლება Omnimus ბოთლების ფერმის გაკეთება. და Omnimus ბოთლების ფერმით შეგვიძლია ტოტემის ფერმის გაკეთება, ამიტომ მნიშვნელოვანია სულ არაფერი. ეხლა აქედან ჩავხტები პირდაპირ. ეს ვითომ არ მომხდარა. კურდღლები. ხო, ახალი მასთან განსხვავებული კურდღლები არიან რა მაგარია. დაწერთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა ახალი განახლება და საერთოდ ამ ბოლო დროს რეებიც გამოდის. როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ, დღეს გადავიყვანე ახალ ვერსიაზე, გარკვეული მიზეზების გამო არ ქონდა გადაყვანილი და გადავიყვანე და ალბათ უკეთესია. გზაში ამათაც წავიყოლებ. იმიტომ რომ თუ ლავაფული ვერ ვიპოვე, დრიფზონით უკვე შეგვეძლება უსასრულო ლავის გაკეთება, ამიტომ წავიღებ მაინც ამებს ყოველი შემთხვევისთვის. ასევე თუ არ გინახავთ წინა ეპიზოდი გადადით და ნახეთ. ეს ვიდეო შედარებით უფრო განსხვავებული სტილის ვიდეო იქნება. იმის მხრივ რომ ძირთად მივილაპარაკებ, ანუ უშუალოდ თამაშისას წინა ვიდეოში თქმა მქონდა დადებული ზემოდან რომ თქვენთვის უფრო სწრაფად ვენახებიდან პროცესები, მაგრამ ვიდეო იმაზე მოკლე გამოვიდა, ვიდრე მეგონა. რეალურად წინა ვიდეო გამოვიდა 9 წუთიანი და ჩემი აზრით იდეალური სიგრძეარი ვიდეოსთვის, მაგრამ ვფიქრობ რომ hardcore-ის ეპიზოდები ცოტა უფრო გრძელი უნდა იყოს, რომ ერთად უფრო მეტი რაღაცა გამოვიაროთ. ამიტომ ამ ვიდეოში ცოტა უფრო მეტი gameplay იქნება ვიდრე time-lapse-ები და ნახეთ წინა ვიდეო 60-ს რა თქმა უნდა ბოლომდე უყურეთ და კომენტარებში დამიწერეთ რომელი ჯობია და როგორი სტილის ვიდეოები გადავიღო მომავალში. სოფელში დავბრუნდი. გზაში ცოტა რკინა ვიპოვე, ამიტომ ჩავამატებ ამ რკინას.
და სანამ რკინა იჭება და სანამ მოემზადები წასასვლელად, ვფიქრობ, რომ აი ეს ტერაკოტები წავიღო. რადგან თუ ბედლენდები ვერ ვიპოვე, ანუ ის მთები, სადაც ეს ტერაკოტები არის, ამას სხვაგან ვერ ვიპოვე ვერსად გარდა ამ ბრიჯისა და თუ სადმე დამჭირდა, ჯობია მომარაგებული მქონდეს. ამიტომ ამებს წავიღებ, რა ფერებით შემხდება ყველას და შემდეგ საკმაოდ კარგი დეკორაციების გაკეთებაც შეგვეძლება. და თან მეგონი უკვე დროა რომ დავიწყოთ ბანდელის გამოყენება. საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაც არის ჩემი აზრით საწყის ეტაპზე Minecraft-ში, ამიტომ რაც ისეთი ნივთებია, რომლებიც დიდად არ გვჭირდება და კაი ხანი არ გამოვიყენებთ, ასე ცოტა არის და შესანახად კარგი ვარიანტი არის ბანდელი, ყველაფერს ჩავყიდით ბანდელში. და აი ამდენი ნივთი დაიტია ერთმა ბანდელმა. ეს ბანდელი ვიპოვეთ chest-ში, ამიტომ კიდე მეტი ბანდელი რო გავაკეთოთ, გვჭირდება ქსელები. და ქსელების მოსაპოვებლად ვცდები რომ დღეს არ დავიძინო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცუდი არმორი მაქვს და მოვკლავ სპაიდერები. და გამოსულა და სამწუხაროდ სპაიდერები კი არა, მოვებიც არ ჩანან საერთოდ. აქ არის ერთი სკელეტონი, კრიპერი და აი სპაიდერით დავინახე. თვალები გაუწითლდა. და ეხლა მოკლათ და ვნახოთ დაგვიძებს თუ არა ქსელებს. ოიმე კინაღამ ისევ სკელეტონს შევეწირე. და არ მოგცა. ვინც არის იცით რატომ თუ კინაღამ კიდევ შევეწირეთ, ხო, ნახეთ წინა ვიდეო და რა მოხდა წინა ვიდეოში და რა მოხდა ამ ვიდეოში შეადარეთ ერთმანეთს. მე მგონი უნდა გავაანალიზო, რომ hardcore-ად და ცოტა უფრო ფრთხილად უნდა ვითამაშო. მოკლედ იმ ღამეს მაინც მოვიპოვე სტრინგი და დავკრავდე კიდევ ერთი ბანდელი და ავასუფთავე მთლიანი ჩემი ინვენტორი და ამ ინვენტორის გასუფთავებაში რო ვიყავი, მოხდა ესეთი რაღაც, რამაც კინაღამ მთელი ჩვენი hardcore შეიწირა. მოკლედ როგორც ჩანს, ჩვენი მთავარი მტრები არიან მობები. და მობების შეტევას რო გავუძლოთ, გონი უკვე დროა დავიკრაფტოთ ნორმალური არმორი. რადგან შესფლეთი და ფეხსაცმელი გვაქვს, ამიტომ ჯერ დავიკრაფტოთ შარვალი და ქუდი. ხოლო დანარჩენი რკინა ჯერჯერობით შევინახოთ. საჭმელიც გამოიწვა და მე მგონი უკვე დროა რომ წავიდეთ რუინ პორტალის სანახავად. და ესეც ასე. სამწუხაროდ ნახევარი შიგნით არის. მაგრამ ეგ არაფერი, ჩვენ არაფერი შეგვიშლის ეგ. ხელს უბრალოდ ეხლა უნდა ვიპოვოთ ჩესტი. როგორც ჩანს, თურმე გვიშლის. ჩესტს ვერ პოულობ. გოლდ ბლოკი დავინახე კიდე. მოდი სანამ ჩესტს ვიპოვი, მანამდე გოლდები ავიღოთ. რაც ნამდვილად ვიცით სად არის, ჯობია ეგ ავიღოთ ჯერ. და ესეც ასე. მაგრამ chest-ს ნამდვილად ვერ პოულობ და შეიძლება იყოს ეგეთი რუინ პორტალი, სადაც chest-ი არ არის? ეგეთი ნამდვილად არ არსებობს და რა თქმა უნდა ყველა პორტალთან არის chest-ი, მაგრამ ამ პორტალთან chest-ი ნამდვილად ვერ ვიპოვე, ამიტომ ამ ადგილიდან წავედი, უბრალოდ თან წავიყოლე ერთი პაკეტი ლავა, რამეში რომ დამჭირდეს, მექნება ყოველ შემთხვევაში. და წავედი ახალი ადგილის აძებნელად. მაგრამ გზაში მივხვდი, რომ ამ ხელა გზას მარტო ფეხით ვერ გავივლიდი, ამიტომ ცოტა უკან მოვბრუნდი და გადავწყვიტე ახალი მეგობარი შემეძინა. მე მგონი დროა რომ უკვე შევიძინოთ ჩვენი პირველი მეგობარი და ჩვენ პირველ მეგობარის შესაძლებლად გვჭირდება ტყავი პირველ რიგში. და შემდეგ დაგვჭირდება რომ დავკრაფტოთ სედლი. ახლა კი ავუჩოთ ამ სამი ცხენიდან ერთ-ერთი და ვნახოთ რომელია უკეთესი. ცხენების არჩევას ცოტა დიდი ხანი მოვუნდი, ვაფასებდი სამი კრიტერიუმით: სიცოცხლით, სისწრაფით და ხტომით. ანუ რაოდენ მაღლა ხტება ცხენი. დიდი ხანი ვიფიქრე, რომელი იყო უკეთესი, ერთმანეთს ვადარებდი და საბოლოოდ ავირჩიე ეს ცხენი.
დღიდან ეს არის ჩვენი მეგობარი და მისი სახელი დაწერეთ კომენტარებში და საუკეთესო სახელს ავარჩევ და ის ერქმევა ჩვენს ახალ მეგობარს. და უკვე შევარჩინეთ ჩვენი რიგით მეოთხე სოფელი თუ არ ვცდები. საკმაოდ კარგ ადგილას თაში და გოლემიც ყავთ. მოდი პირველ რიგში გოლემს მოკლავ, ცოტა კინას ავიღებ. ესეც ასე. და თან აქ არის კეივი, რაც უკვე საკმაოდ დიდი პლუსია ამ ადგილის. და ვფიქრობ, რომ სადმე აქვე ახლოს შეიძლება დასახლება. არ ვიძახი რომ აქ სოფელში. მაგრამ მოდი ცოტა იქით გადავალთ ისეკით და ვნახავ როგორი ადგილია. ჩვენ ცხენსაც წავიდა. აი აქ ყოფილა. კაია, არ გაქცეულა პირიქით, სოფელში ახლოს მოვიდა. საკმაოდ ჭკვიანი ცხენია სხვათა შორის. გადავხედოთ ამ ადგილს. მოსწორებული მდელო არის, როგორც ვატყობ, ყვავილებიანი. თან მაღალი ადგილია, უკან დიდი ტყეა. და იქით კიდევ უფრო სწორია და აქ არის ლავაფული და ცხენები კიდე. და ასევე ძაღლები. საკმაოდ კაი ადგილია, რო არ მოვიტყო და მიჩვენია აი იქით წავიდე. თან ისევ ჩერი ბიომია. ვიდრე აქ პირდაპირ სოფელში დავრჩე. ორი ლავაფულია ერთად, ძალიან კაი. ლავის პრობლემაც არ გვექნება, შეიძლება საერთოდ აღარ დაგვჭირდეს ჩვენი დრიფტოუნები. წყალიც არის აქვე, იქით სავანა ბიომი, მოკლედ იდეალური ადგილია ჩემი აზრით. და იქით კიდევ ერთი სოფელი. არ მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ცხენის შესვლაზეც ვფიქრობ, იმიტომ რომ ცოტათი ნელია ეს ცხენი და იმდენი ცხენი შეხვდა, შეიძლება ცოტა უკეთესი შეგხვდეს. მაგრამ მოდი ჯერჯერობით თავს შევიკავებ. მოდი ვნახოთ, იქნება თუ არა ჩვენი პირველი დაიმონდი ამ ბლექსმითში და 1 2 3. დაიმონდი არა, მაგრამ საუკეთესო ბლექსმითის ლუთი არის ეს. ამ კონკრეტულად ეს, სადაც არის ობსიდიანები, ვაშლები, კინა და რკინის წერაქვი. ეს არის ყველაზე კარგი ლუთი. და პლუს 1 ბანდელი. მოდი საჭმელი გავკრიფოთ ამ შემთხვევაში. დანარჩენი მე წერფერი არ გვინდა. ნახე რა ჭკვიანი ცხენია, დაღამდა და ჩემთან მოვიდა. რამე კარგი სახელი შეურჩიეთ, ნამდვილად იმსახურებს კარგ სახელს. ეხლა კი მოდი მოვკლათ გოლემი და მანაც თუ ძალიან კარგი რაოდენობის კინა დაგვიგდო, მე მგონი საკუთო სოფელია, რაც იქუდესმე არსებულა საერთოდ Minecraft-ში. და 17 რკინა მაქვს და 22 5 რკინა მომცა. მართლა ყველაზე კარგი სოფელია, რაც კიდესმე შემხვედრია მე. პატარა ვილიჯერი. რა მხელა თავი გაქვს. შემდეგ წამოვედი სოფლიდან, მაგრამ შემთხვევით ისეთი რაღაც დავინახე, რაც აქამდე Minecraft-ში არასდროს არ მინახავს. ეს რა არის? ანუ აქ არის სოფელი. ჩვენ დასახლებას ვაპირებთ იქით. გამოვედი და ეს რა არის? რამე ახალი აპდეიტის არის რაღაცა? ანუ აპდეიტი არ ვითამაშია საერთოდ. გეიზერები დაამატეს Minecraft-ში? მოკვდები რო რამე? რა? იმედი არ მოკვდები, იქნებ ცოტა ხანი მაინტერესებს რა მოფეთქავს. რამე ცოცხლეს მაკლებს? მაგდებს. რა მაგარია, ძალიან მაგარი. ეს რა ბლოკებია? სად არის? ჩინაბარ? მოდი ამ ბლოკებს ავიღებ. რამე დაბლა არის? ანუ გამიგია რომ ამის ის არის. ბიომი თუ რაღაცა რა. მიწის ქვეშ კეივი. აშკარად ღრმად ჩადის.
მოდი აქ ჯერ არ ჩავალ. არ ვიცი მაინც რა იქნება შეგნიტა. არ მინდა გარისკვა. ამ ბლოკებს წავიღებ ყოველ შემთხვევაში და რამე შემდეგი ეპიზოდისთვის უკვე გვაქვს საქმე, საინტერესო საქმე, საკამაოდ საინტერესო საქმე. და მოდი ესენი იყოს აქ. ძალიან მაგარია, ძალიან მომეწონა ეს. ჩვენ დავბრუნდეთ უკან. დავფიქრობ სახლის მთა შეაშენება, ან მთასთან ახლოს, საკმაოდ კარგი იდეაა. თქო, აქ ლავაფული გვაქვს გვერდით. ნათლად ამასთან ვერ ავაშენებ, მაგრამ ცოტა იქით ავაშენებ რა. იმიტომ რომ ვაპერებ ხისგან აშენებას და ლავა რა თქმა უნდა დაგვიწოვს სახლს. მაგრამ სანამ სახლს ავაშენებ, მაქვს ერთი იდეა. ხელში ბიჭირავ ძვალი და წინ ყავს ძაღლი. რის გაკეთებას უნდა ვაპირებდე. მართალია გამოიცანით ოღონდ. არ ვიცი ამ ეპიზოდში ვქნა თუ შემდეგში. მაგრამ რადგან ამ ეპიზოდში ერთ მეგობარი უკვე შევიწინეთ, ცხენი რომელიც მაღლა სადადის არ ვიცი. მეორე მეგობრის შეძენა, მოდი ცოტა ხანი მოვიცადოთ და შემდეგ ეპიზოდს დავიწყებთ ჩვენი ახალი მეგობრით. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის.